აპარაკში მაწყებენ და 2 საათი მაჩერებენ იმენამენდება. საიდან გაგე? ანუ რას საიდან? ვინგოსო? ყველგან წერი. ზედო ჩავედი გურიაში, ომი დამხვდა. და დაფრინდა, დაფრინდა, ბომბები. დეიდაშვილის გამოქვაბული ზოფლება დამცველი ვიღაცა. გაუმარჯოს მაყურებელს გუნდიშ რა არის ცარიერი ჭიქით მეგებები ბიჭო არ ცხენია ამაზე თქვა სრავარია ბავარია გადასა მე მომიფიქრე მე პირველი ვარ არ გაურუძინე გავიდნენ როგორც მივხვდით ეს მისაყოლებელი პოდკასტია და ჩვენი დღევანდელი სტუმარი არის ყველაზე ენერგიული ადამიანი დედამიწაზე ბასტო ფანტასტო მადლობა აპლოდისმენტებისთვის კეთილი იყო შენი მობრძანება ჩემო ძმაო ჩვენს სამბერჯერ გადაგვედო მართლა ხო რაღაცა უცნაური მიზეზები ხან ვიწამლები ხან ენტეროვირუსი მართლა შენი ყავი კაც კარგად თავი ხო მოხვედი და მოვიწამლე როგორი ის მქონდა იცი სტრიკი მქონდა ცუდად ყოფნის მოვიწამლე 3 დღე ცუდად ვიყავი მე რომ გამოვედი ვირუსი დამემართა ეს ვირუსი რა ყველას რო ვაქრა და როგორც კი უშთან გამოვედი ბიჭო ქორწილში ვიყავი და მან დავლია ბევრი და პახმელი ამ მქონდა მე 2 დღე ძალიან გადავედი როგორც ცუდად მიეწყო საშინელება ქორწილი საშინელება შემიძლია ძმაო მე ეგეთი რაღაცეები რა ბასტო როგორ ახარ ჩემოძამია როგორ მიდის შენ არხზე საქმეები ბიჭო მირჩევნია რომ მეტი დრო მქონდეს ჩემი არხისთვის ეხა რაღაცა ბევრი რაღაცას ვაკეთებთ რა ხო ის ერთი აი ხო გადაობენ ჰამაგზე რომ 9 ჯერ წაიშალა დაბრუნდა გამოვიდა შევიდა და ის ერთი მომენტი გვაქვს როცა აი მართლა გულწრფელად რაც ნაბიჯებს თუ გამთ და ჩათვალე თავიდან ვიწყებთ სავით რაღაცეებს რა ეგ რემონტს ვაკეთებთ იმაში ოფისში გადახვედით სადმე ბოლოს იქ იყავით ბოლოს ვიყავით სიმაღლეზე რო იყო გათვლილი ეგ ძალიან ცუდი ძირითადად ეგეთ ადგილებზე იყავით ჩიჩები პირველ სართულზე რო უნდა შევროშე პირველ სართულზე რო ასულიყავი მეოთხე სართულზე უნდა ასულიყავი მახსოვთ ეგ ძალიან მაღლადია და მე პირველ სართულზე მე კიდე 4 სართული მაქვს საუნდით აუზი ქონდათ მათ ხო მართალი არაფერი არ ხაში ეგეთი ფაქტი ხო ორჯერ ქონდათ და კარგამინდში არ ქონია თქო არც ერთხელ შენ არის შენ ორჯერ მე წყნეჩიც ქონდა მანამდე ვაფშე წყნეჩი რა ხდებოდა იცი კორო რო იყინებოდა იცი ერთხელ და დანებდა კორო მოვიდა ოტაი სულ თავი არც არხიც არ აკეთებდა და მოვიდა წყნეჩი და ძალიან სიყვა რა და რაღაცა გაჩერებიდან სადღაც 200 მეტრში იყო და 100 მეტრში ეს გაჩერდა ვიღარ გაგზავნა დააჭდა და იყინებოდა გადაწყვიტე რომ მოუხტარი ხო მე გაახსენდა მშობლების სიტყვები რაღაცები და წამოდგა და ის შემოვიდა სხვირი ქონდა საშინელება მოტყდა ეხლა სათხართ ანუ ისე უსახლე დაიწყიე თუ ბაგებში აი სიმაღლე რაც იყო გასწორებულ ერთსახელზე ჩვენ რო გვინდა და ტიხი გადატიხვრა გადმოტიხვრა მოდი სხვა მოდი 4-ზე ვართ ანუ ჰამაკი ხოძეა რა ჩალიჩობთ შობით მუშაობთ კერავთ თავიდან ფეხბურთს ახლა იქ დავიბარეს ჩემ წყლეთში ხო ცადა მებარებინეთ აბა სტადიონები არ არის შენ ის რო გადავიღეთ მაშინ ის კაი სტადიონი იყო რა სკოლის მაგრამ მან ლაივი ძალიან უცნაური იქნებოდა რა მან კიდე წყნეთში ოდნავ შემაღლებულზე მაინც იყო კამერები და მაინც არ იყო არა იქ ტრიბუნები იყო პროსტ ბადე იყო და ბადე გააბჭოდა მოედნები ჭირს იტოქში თბილისში ძალიან დავაშენო კაროჩი უეჭველი რომ დავაშენო არინა რა რა უნდა შეჩემ ბალახი და რამოდენიმე რკინა გარებები ცოსო დადგიდე ეგრე მუშაობს ეგ ძირითადად სენდვიჩ პანელები შენს მომას გადახურული ხოლმე იყო დაჟე ის გინდა ხო იქ რაღაცა გადაღებისთვის ოპტიმიზირებული არენა მინდა გქონდეს რაღაცა LED ბანერები და რაღაცეთ მე მოგაქირავ ის ძალიან შეუდიეთ ფეხბურთს და YouTube ლიგის სამზადისი პერიოდი ხო არ დავარქვათ მაგას მაგრამ ეგ რო ჩემზე იყოს დამოკიდებული იქნებოდა სამზადისი მაგრამ ცოტა ძვირიჯდება და რაც დროგან წინა ცუდი არ უნდა გააკეთო მინიმუმ იმაზე რაც წინა იყო რა და მაგ პონჩი ცოტა ძალიან ბევრი მეკითხება ხოლმე გურს ვაუ მე მეკითხე როდის აპირებენ მეც თან პასუხ მე ხო ვიცი ახლა რომ მექნება ბიუჯეტი მაგიდან ერთ თვეში დაწყებადია რა ბიუჯეტზე ვიბრძვი ძალიან რომ კარგი იყოს რომ რაღაცა ახლა რაც ქონდა ახლა ფენტეზი რო ქონდა მაგალითად ფენტეზი ბევრი თამაშობდა ფენტეზი რო ამოიღო უკვე უკან გადადგმული ნაბიჯია მირჩევნი არ გავაკეთო ფენტეზის გარეშე და ეგეთი რაღაცები არის რა და მაგ პონჩი თუ გავაკეთო რო გაკეთე მაგარი შენ ეჯექი ხო ფენტეზი როგორც მაგას არა ვისთანაც ვიყავი მაგრამ გაუმარჯვა ჩემ აი 0 გაშვებული არა 0 არა კაც 3 გაშვებული გოლი და პენალი
ნუ გოლი, მეკარის გოლი ხო ის იყო უფრო 20,000 კულარი. ბოლოთა იქ ფენტეზიზე შენს მომრეები ხდებოდა იმენა ფენტეზის წულის რომ გამო. მივედი იმაზე. ეს რო გადავწყვიტეთ რომ ჩამდგარიყო, რომ მივედი ბოლოთა მაგინებდა, ესო რა მიქენით, აი ეგო რო ხო ვიცოდი რომ ზამენას პირველზე იყო ჭუკა იხანი. ვიცი, ხო და მაგინა მე ვაფურთხა. ხიდეშამაც გაუფუჭა პენალტი გამოსა. და ხიდეშას და არტყმევინეს თან რომ ხიდეშ ფენტეზიში მიყენი ხარ. გამოიქანა გამაზა პენალტი. არა და მე რა გინდა ვარ. მე მაგინა ვაფურთხა და თამაშის მერე შენ ვისაკავდი ფენტეზიში მაგან რა თქვა. ბიჭო მეორე სეზონში მოიგო მაგან მესამე სეზონში ხო რა ვქნა. მესამეზე მქონდა საუბარი. მესამე კერად მქონდა მაგრამ რაღაცა აი ეგ არის პრობლემა. გამარჯობა შენი, ეგ არის პრობლემა. გადმოვიღებე ხო. ხო და ის რა ქვია. კიკოფის მერე კი, კიკოფის თემაში მაინტერესებდა რომ ბევრი იუთუბერი ნაწყენია რომ გუნდში ვერ მოხდა. აი ერთი მეკარე ვიცი რომ YouTube ლიგაზე ასე თუ ისე ითამაშა რა და სამი მეკარე ყოფილიყო რავი რატომ. პენალი გატანილი. სამი მეკარეში რამე მეკარე. ბოლოს ფორმა მაინც დამშებოდაო ეგრე თქვა და. ყველაზე რთული იყო მე, ბევრი კაი მეკარე იყო რა რამე რა. აი თორნიკეტს კარგად იდგა, ჯიუნაც კარგად იდგა. და ბოლოს გავაკეთეთ აქცენტი უფრო რაღაცა სხვანაირად რა, ანუ შენც მაგრა იდექი ბოდიში. ველოდებოდი როდის მოხდებოდა და როდის იტყოდა მაგას. კიკოვზე ისე მართლა მე ჩემზე რა ყოფილიყო რომ ქართულ გუნდს გავაკეთებდი, მაგრამ არ გამოვიდა რა. არა, ნუ ალოგიკური იქნებოდა. დაჟე მეთქი მე არ ვითამაშებდი კოპოლოს ესე ვთქვი და 3 წამი ვიფიქრე და გული ამერია ყველაფერზე და 10 ნომერი დავიწერე. არა, კაი თამაშები იყო სხვათა შორის. პროსტა მე მომიწია მან ლუდისას ეგიდის სხვათა შორის ლუდისა ჩვენი წარმოგენი მეგობრებო, მადლობა მათ და ბავარია ჩვენი მეგობარი ლუდი მუდამ ჩვენს გვერდით არიან და ლუდისა იყო ერთ-ერთი სპონსორი კიკოფის. ძალიან დაგვეხმარა. ასევე. ხო, და ლუდისას ეგიდით ვიყავი სამუშაოდ მოსული და აი განსაკუთრებით მძიმედ მახსოვს ეგ ძღერა, აი ძალიან გადარბერაზე ვიყავი. ბიჭო, ჩვენ გვაქვს 1000 კვადრატი ბალახი რო რამე რა. რა გინდათ? და ხო არ გინდათ. პროსტა ბალახი და მის სამი კამერაში მოგვაცა. იყიდეთ მაშინ. ეგ ყიდვა მოგვიწია ხო, ეგ ხო ეგრე მოხდა რომ წესით და მოეცათ და უცებ ბოლოს აღმოჩნდა რომ ანუ ჯერა გვაძლევდნენ და ბიუჯეტი რო დაუწერეთ პროექტის რომ მოგება 0 მოგებაზე გავდიოდით რა ხან ეგეთი დატვირთვა ქონდა არ გვეწერა რომ ჩემი შემოსა პასტოს სასიარულო თანხები და ზეგარიწერა და ზუსტად ამდენი ჩდებოდა მე გვეწერა და 30,000 ლარიანი ბალახი უცებ რო დასპონსორდა პროექტი მაგის მე გამოჩნდა რომ ბალახი გვაქვს ბაგებში 300 კვადრატი ხო და იმას თუ გინდათ 30,000 ლარი დაგვიჯდა ერთხელ ვითამაშეთ 25-ად მოგწევ არა 25-ად არა რა ვიცი თქვენ გადად ნაკლები დაჟე არა ჩემი აზრით ისეთ ადამიანებმა ითამაშეს მაგ ბალახზე ხო შენ რომ მინიმუმ თან ლეგენდარულია რა ავამარცხეთ ერთხელ დექში კელგენბაი ხო ალიშერ კელგენბაი ბიზნეს ვაფშე ქვეყანაში გვიჭერს ეგეთი რაღაცები ბალახი ყარებები და რა ბადე და ფარი და მაგრამ დიდი ვიცი თამაში ქონდა იმას ბიზნეს ლიგის რა და ავდივართ რა ვიცით რომ თამაში გვექას პირველზე თუ 2 საათზე თუ რაღაცა მივედით და ბიჭებო გადაიდო რა ხდებოდა კალაძემ წაიღო ყარებები სადღაც თამაშობდა და ყარებები წაღებული კალაძე მივიდა და შოქში ვიყავი მეთქი რა ეგრე რო ყოფილიყო პროსტა თვითონ რო მოსულიყო და ძალიან ცუდი სიტუაცია ძალიან უცნაური სიტუაციაა რა ეხა იქ ჩვენ ვარჯიშები რო გვინდოდა ჩამოსულიყო ხალხი ხა რა მილიონი გამოწერიყავდა ყველას თითქმის რა იქ ყაზახებს ჩვენ ვიყავით მაგარი ბანძი გამარდა და სტადიონი ვერ უშოვე იმენა და ისა რა ქვია იტალია მივარჯიშა ბაგებში უბნის მოედანზე ჩვენ დაწრებული ქონდა ლისის სტადიონი, იმიტომ რომ რა ვიცი, მაგრამ ლისის სტადიონზე ხო გახსოვს რამხელა იამკები იყო. და მანქანითაც რომ აი მოერიდები. აი ხა მიაკერ მოაკერეს ცოტა. ხო, ეხა მითხრეთ რომ გარემონტ და შპალერი გააკრეს. ხო გეუნებია ხო ისე მაგა გაკეთდა და რაღაცა და ხო გონია რომ კაი ბალახი უნდა დაგხვდეს შეჩება. აი ზუსტად აი გრამით სანტიმეტრით არ არის ზემოდან ბალახი გადაცდენილი ერთმანეთზე. რამხელა 40 არის ზუსტად ეს. რამხელა ფორმის იყო ფართობი, ზუსტად იმ ფართობის, აი მილიმეტრებში ამოჭრილია რაღაცა, ზემოდან არის დადებული. ეს ქვევით ჩაფენთან ის ჩაწეული არის უკვე ბალახი. ხრეშიც არა აქვს თუნდაც მოსწორებული ანუ სტადიონების თემაში დიდი მინუსი მარტო ეგ კი არ არის. გადაღების პონჩიც არის, იმედი იყო ეხა სადაც. იმედი არის ყველაზე. შეგიძლია რომ კამერები დააყენო და იმედზე ვარჯიშობს 19 ახალგაზრდული. ეხა დავრეკე იმედი სტადიონს რაღაც ჩვენ გვინდა თამაში და 2 თვით ადრე და ერთი კვირის თუ 2 კვირის ადრე უთხარი რა და
იდოქშიო ეგრევე მითხრა რა 5 რიცხვამდეო არ დამირეკო ეს 5 შეიძლება 2060 წლის რომელიღაცა 5 რიცხვი ვიღაცები რომ ექიმთან რეკავს და ამ წლისო რომ ეკითხებათ იმასე თებერვალში თუ რაღაც ნოემბერში გვაქვს რაღაცა არა და რა სტადიონები ბევრია მაგრამ კაი სტადიონის ბიჭო უბნის სტადიონები გვაქვს ოხრად უბნის მოედნები მაგრამ როცა იყურე მიუხედავად იმისა რომ არაფერი პრობლემა არ მაქვს უბანში არც კომუნიკაციასთან ადამიანებთან არაფერი просто რაღაცა ზოგჯერ არის მომენტი რომ სიმშვიდე გადაღება რო არის სიმშვიდე გჭირდება და იქ რო ხედავენ რომ ეს იუთუბერები ან რაღაცა ადამიანები მიდიან ცოტა სხვა აყალმაყალია ხოლმე რა და ძალიან ხელს უშლის რა მას გადაღებას და გვიწევს ქირავობა უეჭვა და ქირავს აქირავ კიდე რა ვიცი რა არ არის რა ხო ან უნდა დაურეკო რომელიღაც აკადემიას ის აკადემიას თავისი რა შიდა განაწესები აქვს ხან ის ღირს ხან ეს ღირს ხან ვარჯიშია ხან არ არის იქ რაც იმით არ შემოხვიდეთ ამით არ შემოხვიდეთ და ასე შემდეგ იუთუბერებზე რატო აქვთ ეგ გართულება ყოველთვის რა ის რა ქვია გადასაღებად რომ მივდივართ სადმე და YouTube-ისთვის ჩვენ გქონდა იქ რა ქვია სათაფლიაზე YouTube-ი არაო ბიჭო სათაფლიაზე რომ წავი ქუთაისის თბილისში რაღაც თავიდან რაღაც დავრეკეთ კიდევაც ხო შეიძლება გადაღება რაღაცა და აი წერილი უნდა გამოაგზავნოთ რაღაცები ხო ანუ სახელმწიფოს ის არის ხო და მივედით იქ ადგილზე კომპანია გაგრეს ეგ არის თემა რომ კერძო კომპანია სახელმწიფო კომპანიას აქვს მოწესრიგებული მთავრობა და რაღაცა იჯარით იქნება რაღაცა რა просто კერძო კომპანიას მოწესრიგებული იქ გაყვანილი რაღაცები მოწესრიგებად სტენდერი აქვს მოგებული რომელიღაც ადგილზეც რო ვიკითხეთ რაღაცა აი თქვენო პასუხი არ მოგსვლია მაშინ არ შეიძლებაო რა ჯერ არ დავაგვიანეთ მეილის მიწერა შევდივართ და დიდად აწერია ვიდეო ფოტო გადაღება ნებადართულია იქ გიდი ვინც გაყვა აი ცოტა ხანია და რაც გინდათ ის კენით გადაიღეთ ეხლა მოგიყვებით აქ დინოზავრმა რომელმა გაირბინაო და მე თავში ხო გიხლიათ რა ანუ ყველგან ეწერა რომ ყველაფერი შეიძლებაო რაც გინდათ ის კენით ანუ ნებადართულია გადაღება და თქვენ გითხრეს რომ არა რომელი გეუნებიან თუ არაო აიგივებენ რატომღაც იმას რა ქვია YouTube-ს ტელევიზიასთან რა და ბიჭო კომერციული ამბავში ალბათ რა ეხა შეხედეთ ცოტა კომპლექსია ძალიან ბევრი ვისაც არ ესმის თემა რაღაც აი შეგრძნების დონეზე იცის რომ შენ ამ კონტენტი შეიძლება მაყუთი გააკეთო რა და მანდ ეგ როგორც კი ჩდება კომპლექსი იჩდება და აი ერიდებიან რატომღაც მიუხედავად რომ შეიძლება ეს აგიხსნას ვერავინ ვინც მანდ შენ გითხრა რომ აქ გადაიღო თქვათ რა ვერასდროს ვერ აი შეგრძნების დონეზე აქვს ეგრე რომ აი ეს YouTube ტელევიზია ისინი ესენი მაგას უნდა ვისი ტელევიზია ვისი YouTube-ია ვის უჭერენ მხარს ვის დაწევენ ვისი მაშვებია ვისი პროექტია სოროსია ის არის ხო და მარაზმი იყო და რატო იყო ეს ბიჭო როგორც ოქტოპუსი სოროსი ფინანსებს ბარს ხო და მეილზე ეგ იყო თემა რომ მივდიოდით 2 დღეში თუ რაღაცა ქუთაისში და რო დაურეკე წინასწარ ესე იგი ქუთაის არ ვხდები ეხლაო მოგცემ ნომერსო არ შეიძლებები ხო ეხლაო მოგცემ ნომერსო დარეკე იმ ნომერზე დავრეკე იმ ნომერზე მითხრეს რომ ეხლა გადაურეკავ და დაგირეკავ გადარეკა და ეხლაო დაწერეო წერილიო მიუთითეთ რა რისთვის მოდიხართო რა უნდა გადაიღოთო თქვენი სახელები გვარებიო რა ტექნიკა უნდა შემოიტანოთ და ბოლოს მიაწერეთ პატივისცემით ესა და ესო ანუ იმას გადაუგზავნეთ ვიღაცას პატივისცემითო რა და ანუ პროსტა ვიღაცა იყო მასტერი როგორ უნდა ანუ ხო რეკომენდაციები გასცა როგორ უნდა მიიღო როგორ უნდა გაუგზავნო ხო შეიძლება თავის თავზე ზებაზრებოდა ხო შეიძლება აკლია მომწერეთ რომ პატივისცემით შეიძლება ყურადღება აკლია და არიფერებიან და ხო და მეთქი მაქსიმალურად ეს ის და ელოდება გულები და კოსმოს ფაილები რა როდის მოგივა მეილი კიტრები დაიდო თვალზე სპეციალურად და ელოდებოდა ხო და მეთქი პასუხი როდის მომივა მეთქი ანუ აი ახლა კი ბატონო ვიზა მეთქი მაგ ყველაფერს პროცედურებს გავივლით მეთქი მაგრამ პასუხი იქნება ხვალ ჭირდა არა ხო მეორე დღეს მივდივართ ხვალ იქნება მეთქი პასუხი ვერ შეკვირდებით კაი კარგად იყავით გაუთიშეთ ჩავედით ქუთაისში შევიტანეთ კამერა ყველაფერი გადავიღეთ ძალიან მარტივად შევედით გამოვედით იციან მე დაგვირეკეს და ისო რა ქვია წაშალეთო და მოგწერეს ხო თუ ხო რაღაც ხუმრობები არ იყო შესაბამისიო რა და ბულგარული ხო დინოზავრს გაუტყდებაო ტირან რექსს გაუტყდებაო ეს ხინა ძალიან კალა რო ამბობს რომ გამოგვაბულიო მაგაზე ბიჭო არა ანუ ნახე გამოგვაბულის ოფლებად დამცველი ვიღაცა გამოგვაბულზე ადგილის პოპულარიზაცია გინდა და YouTubers უგზალავ რომ მივიდეს და რაღაცა გადაიღო. ეგ ხო აი მაიმუნები ხართ ბიჭო, დადიხარ და ლაზღან დარავთ და რაღაცებს აკეთებ. აბა რა უნდა რომ
ეხლა ეს არის გამოქვაბული. აუ ეგ არის ჩემთვის მაგას ვებრძვი ყველაზე მეტად რა. გაკეთებული სათაფლია შენზმობას ვისაუბრ. რა? სათაფლია. პირველ დროში დიხარ. ანუ რაც უნდა იყოს ბოლოს რა ნახო რა, რის გამოს ვიდიხარ, რომ დინოზავრი ხო მაგით არის ცნობილი რა. ვიდიხარ და პირველი მაგას ნახულობ. იმიტომ რომ არა ნახე, იმიტომ რომ ძალიან მოლოდინი ჩვენც ხომ ნახეთ ეხა დინოზავრის ნაკვალები გულწრფელად რო ვთქვათ დიდი მე ქათმები. ველოდებოდი რომ აი ის რო არის რა ქვია. დიდი დინოზავრი არის. გოცილაში რო არის რო ნაკვალში ხო რაღაცა. ეგეთი ველოდი, ამ ყველა ჯუმაკები არის შეჩება დიდმა ინდაურმა გადაიფინაო გეგონება. ფარში ისაა ხო? ხო და ანუ სირაკლემას ნაკვალებია. ეფექტური არ არის ეგ არის თემა. აია პირიქით რო იწყება მაგით შეჩება. აი ეფექტური არ არის. მაგით რომ თავდებოდეს და ის გზა რო გაიარო და ბოლოს რო ელოდები ეხა ეგ არ მგონია რა იგივეა რომ ფილმს უყურებ და ვიღაც ტიპი გამიდა კაროჩე აი ეს ჯეკი იხჭოა ბოლოში ბავშვი უყურეს და გადადის და თავიდან ისხება მორჩა არა ჩემს ყველაზე ეფექტური მაინც ის იყო შემ გამოქვაბული რა გამოგვაბული. იმიტომ რომ მაგას სიცხეში ვიყავი მე მაინტერესებს გამოქვაბულის ეფექტურობა თუ შეგიძლია რომ მე არ ვარ ნამყოფი დიახ ან მომანდომე პირველი შენ რა პერიოდში წახო რა ანუ ასაკი არა ისეც ხელოდა ასაკი აი 12-ის თუ იქნები 22-ის დასაწყისში მოდის აი ზეთის ხილი მოდი და გამოქვაბული სველები ვიყავით აი ეს სტუდიო ხო და გრაც ხელოდა ქუთაისში გამოქვაბულს აი რომ მიუახლოვდი და სიგრილე რო გამოდის იქიდან აი როგორი кайფი იყო და ზამთარში ეგ არის მოღამი რომ გარეთ რო ციოდეს ზან იქ ანუ სტაბილური ტემპერატურაა რაღაცა ალბათ 14 გრადუსი რა პლუს ანუ გამოქვაბული და ჩვენ სახლებს ვაშენებთ გიჟებივით ფულს ხარჯავთ მაგას გამოღრღენი და ბევრი არ არის ბიჭო ეგ არის რა გამოქვაბულები ხო დინარე თუ გადის თუ კორპუსი რო შეაშენონ ესე გვერდულად ეს არ გამორიცხო რომ ოდესღაც ეგეც მოხდება ნებართო მაქვს რაცო აგერ ეხა გაკრას მაგაზე რო თქვით რომ აი იუთუბერს როგორ ავუშვებო ძალიან უცნაური ისაა ჩვენც რა ჩვენ რო ჩამოყავდა ეს 30 სხვადასხვა სოციალში აქტიური ტიპი ჩამოდიოდა რა რომელმაც რომ დავთვალეთ მე ერთ კვირაში მაგ კიკოფმა თავისი TikTok ვიდეოებით ვინც დაადო რაღაც რო აღწერა რომ გავაკეთეთ 40 მილიონი ნახვა ქონდა ჯამში რა ამ კიკოფის ირგვლივ ამბებს საქართველოში ხინკლის მაგათ თავის ხო მილიონი იმას ქონდა მე რო ბანჩოს უტყავდი ხო ხო ეგ არ ჩავთვალეთ მე რო წავაშლევინე მე იმ ბიჭის იყო შენ ყაზახებს ედოთ ხო მე მან გადაღებული ქონდა იმას რომ ნახე რას გვიშვებიან და მე იცნობდნენ გუნდის არის პირველი ადამიანი საქართველოში რომელსაც ყაზახურად ამდენი აგინეს აი გადავა რა არის ორჯერ გავაკეთე ეგ მეორე გამოჩნდა მარტო პირველად დანა დაასწრა просто ეგ ვერ გადაიგეს და მე ციხლი გაუბაზეს და ხო ჩამოდიოდნენ და გვინდოდა რომ აი რაღაცა რომ გეგმავდი გონებაში პრობლემა რასაც არ იქნებოდა მეგონა ნაკლები პრობლემა იქნებოდა მეგონა მაგათ დატოვება რა ნუ ყველას მეთქი ესეთი იდეა მქონდა რომ რაღაც ერთ სასტუმროში შევალთ ყველა ერთ სასტუმროში შევალთ ყველა ჩვენც დაჟე ქართველების რაღაცა კემპი გვექნება კაი ვიდეოს გადავიღებთ რაღაცა სასტუმრო რო ხარ თბილისში რა აი სად უნდა გაკეთო რეკლამა უნდა გაკეთო ალბათ რა ვიცი უცხოელები და ყაზახები არიან ყველაზე ისეთი ერთ-ერთი ყველაზე ბევრი ტურისტი ვინც ჩამოდის არის ყაზახი ან მაგ მხარიდან და მაგ ექსასტავრო ჩამოდის მეთქი მარტივი არა რომ ნებისმიერ სასტუმროს ენდომებ ჩვენთან კოლაბორაცია რაჩე ყველაზე მსუყე შემოთავაზება რაც მოვიდა ანუ ყველაზე ანუ მსუყერას ნიშნავს რომ ამაზე განზობა იყო დალშეყვა აი მისი კითხველა რა იყო ერთ-ერთმა სასტუმრომ გითხრა რომ აუ რა მაგარიაო მაგარი პროექტიაო საბოლოო აი ეს რაღაცა პატივის სცენებით რაღაცეებით ხო მაგვასხა და ნომერი ღირდა $110 და 10 და გიქნება $8 დაგვიქნა აუ კაი ჩემი ნომერზე $8 ოღონდ თქვენო უბრალოდ უფრო დიდი იყო რომ მოგწერთ რაც გადაიღებთ როგორ გადაიღებთ სად გამოჩნდება რამდენი ნახვა იყოსო არა ანუ და ის ხალხი თუ არ ჩამოვაო მერეო მაგ $8 დააბრუნებთ ხო და მე ტურიზმის რაღაცაში დავრეკე რაღაც საკე ტურიზმის რაღაც არსებობს გქონია ხო ის ტურიზმის განვითარების რაღაცა გონი მანდ დავრეკე რაღაც ეგეთი იყო რა არ მახსოვს ზუსტად იმიტომ რომ აგონიაში ვიყავი გეუნი ჰაერში იყვნენ ოფრინავდნენ და ჩვენ სასტუმრო მაგათი და სალტოით არ ვიცი და მე კაროებში დარეკა რომ სადღა გაიშალა და მაგრამ მითხარ რომ კარჩე მე ვიღაც ყაზახთან ძინებოდა სახლში შეჭო ეს კალასთან რა უნდა შეჭება კალასთან რაღაცას ჩავჯდებოდით ტელევიზორს ჩავთავეთ და დავალებდით და ჩაიძინათ და აუ გამაზეს ბიჭო სასტუმროში ჩაგეძინა ნაფიქრი აქ მაგაზე არ ბევრ რაღაც დაფიქრე
მეთქი ფეხი ხო დავიწყა დანა და ვითომ რაღაცა მოხდა ანუ რაღაცებზე ვფიქრობდი რომ ავტობუს საბურავი გზაში და აი ბევრ რაღაცაზე ვიფიქრეთ რა და იმან მითხრა ტურიზმის რაღაცამ გითხრა რომ ჩვენ რა შუაში ვართ ეს რომ ჩამოდის თუ ხალხიო რა მე რატო დავრეკეთ რომ ვიცოდი რომ წელიწადში ერთხელ ვიღაცა ინფლუენსერი ჩამოყოთ მაყუწვდიან საკაიფოთ რა რომ საქართველოს დაარეკლამონ მეთქი 30 ჩამომყავს და უეჭველი ყველა რა მაგარია მეტყვიან არავინ რა მაგარი არ მითხრა ყველა მაიმენა ჩვენ არა ჩვენ მაგაში თუ შენი ესე გამიგეთეს ბატერის წები დიდი ნახვია აი როგორმა კომპანიებმა იმას ქნეს შეიძლება თქვა მიდის ბარსას ფანშოპმა ვისა არაფერი რეკლამები და ის არ ქონია. მაღაზიაში რო დატოვეთ ეგ ტიპები? არა, მაღაზიის უკან რო სასტუმროა. იბისში ესა ითქვა რომ ერთ გუნდსო ჩვენ იქ ვერაზე პეროზე ხო. მან ჩვენ ავიღებთ ჩვენ თავზე და იტალიელები თვითონ დატოვეს, გადაიხადეს. ეგ ბარდელი არ არის? იბისი? რა პრობლემა? შეგიძლია. მან მე არ ვიცი სხვა. ნებისმიერი ადგილი შეგიძლია. ამონად ვინც დატოვეს მან? გადაგა რომ მოორჩება, ჩვენ რომ დავიშლებ, შეიძლება შენ დაარჩე, ჩვენ და აი შეიძლება ამასაც დაარქვა რომ ყველაფერი შეიძლება იყოს, მაგრამ ხო და ეგ ქნეს რა ქვია? at home ირაშო ანუ ხო და პროსტა რომ ანუ ტიპებმა ვისაც ვიცნობდი რომ ნახეს რომ ეგ სიტუაცია იყო პროსტა გადარეკეს გადმორეკეს და რაღაცა ხო რაღაცები გაჩიტეს და ვერ კიდე ანუ საბოლოო ჯამში ჩვენ არ შევარცხუნე საქართველოს რომ ჩამონე ყველა კმაყოფილი იყო იქ რაღაც სასტუმრომ თავისი რაღაც ალფურშეტი გამიკეთა იქ რაღაც რესტორანმა საჭაშნიკემ ის რაღაც სადილი მოგვიწყო და საბოლოო ჯამში მაგრად გაუსწორდათ რა ოღონდ ეს ოღონდ ეს მოხდა იმენა მაგათ ცალკეული ტიპების დამსახურებას რომელსაც პროექტთან და არც სახელმწიფოს განვითარებასთან და არაფერთან კავშირი არ უნდა ქონოდათ რა და ეგ არის უცნაური ტურიზმის განვითარების სააგენტოში თუ და არ ვიცი ზუსტად ხო რაღაც ეგეთი ერქვა რა რაც არ უნდა ტურისტთან დაკავშირებულ კომპანიაში თუ და რეკე რაც კომპანია თუ სახელმწიფო რო ურეკავდა ეუბნები რომ εν რაოდენობით ინფლუენსერები ჩამომყავს 40 მილიონი და უფრო მეც დადებდა ჩვენ რომ ერთად ყოფილიყავით ყველა იმიტომ რომ ეგ რაღაცა აქტივები მქონდა მოფიქრებული რომელიც ვერ ვიაქტივო ჩამომყავს εν რაოდენობით ინფლუენსერი რომელიც რეკლამა უნდა გააკეთოს საქართველოს იმიტომ რომ თავის კონტენტები ხო აქვს ინსტაგრამი რაღაცები ყველას თავისი ისა აქვს და TikTok-ზე 500,000 ნაკლები ამწერ 10 არ ყავდა ის ყაზახეთის მომ არა პრობლემა არ ვიცი ხა ყაზახეთის იმას არ ვიცნობ ანუ ყველაზე დიდები ყაზახები უნდა კაროჩე გიჟები ვიცი ანუ ხოძე იყო რა მაგრები იყვნენ აი იტალიელებიდანაც იყვნენ და აზერებიდანაც მაგრამ აი ყაზახები აი პროსტა ყაზახები უფრო მე ანუ იგივე რაოდენობის გამოწერებით იყვნენ რაც დანარჩენ ჩვენ სამ გუნდს მაგრამ რა შეიძლება ყველაზე კაი ტიპები მაინც იტალიელებია იტალიელები აზერები ორივე კაი გამენდა იყო ძა ჩვენ ბოლოს რესტორანში ვიყავით ერთად რო წავედით ყაზახები იტალიელები და ეს არა ქვია ქართველები ვიყავით ანუ ჩვენ სამი ქვეყანა ისინი არ წამოვიდნენ ისინთან რაღაცა ძალიან ისინი არიან მორწმუნე უცებ იქ ჰაბსჩიში გადაიღებს დროს უცებ რაღაცა შევდივარ რა ეს რაღაც რო ვიღებდით ფორმების რაღაცებს შევდივარ და იქ ლოცულობდნენ რა მაგრამ ისინი არიან ხო და ძალიან ისინი იყვნენ ხო ცოლებით იყვნენ ჩამოსვლები და ცოტა ისე იყვნენ და მაგიტო აი ესე ჩვენ დალევა რო გვინდოდა და აი და არაყიდა ცეკვა და ისა იდეაში რა აზერბაიჯანელებიც მუსლიმები არიან მაგრამ არა აზერბაიჯანელები ეგ ნუ გიმითხრა ხო ხედავ როგორც თქო ჩამოვიდნენ ეგრევე შორტებიო შმორტებიო აი ანუ არა საჭაშნიკეშივე შევიტყოს რომ მივედით იქ რაღაც ეს ხო სპარტამენ და ფინკას გორი აქო და კიო და კაიო რა ეს ხასტავი ერთად ვიყავით იტალია, აზერბაიჯანი, საქართველო რაღაც კომუნიკაციების ჰქონდა და ყაზახები ისონ ცალკე. ვახა ეს დავჭახრილები? ცოტა უცნაური ხალხი იყო. იქაც თამაშზეც ეყობოდათ რა, რომ ცოტა რაღაცა პატივისცემა ნაკლებად იყო. მოსაგავდნენ ჩავსრულა და რატო ჩაარტყა წიხლიო, შეჭო წიხლი კი არა, რატო არ ხარები რატო არ გადაარქვა. ქორო გამიბრაზეს თანი ქოროს ეჭვობდნენ, ბიჭო, მაგაზე ძალიან აგრესიული ვიყავ ძმაო. ჩვენი ქორო ჩვენი არის. კი არა, თქვენიც არის, მაგრამ ჩვენიც. ხო და ქალაქში დარბიან კიდე ვიღაც უცხო ქვეყნის მოქალაქეები, ვინც რაღაც ეგ ვიდეო კონტექსტი შეგიძლია მითხრათ. პროსტა ვიდეო ნახე დარბის და მაგრამ არაბული ვიცი ახლა რომ არაბულად მიმართო რო გაიგონ. ერთ-ერთი არაბულად ვიცი ღურფათო თადირასი არ ვიცი რა. დაფაც არცი თუ რა. მიმართე ეგრე ღურფათო თადირასი. ახლობელი ვინ შეიძლება ეგრე ირბინოს და სულად იქცეოდეს. იმედია რომ არ შეხვდება ჩვენ. მე მაგრა გამიტყდა რომ მაინტერესებს უბრალოდ რა არის, იცი? აი, ხო, მეწყინა ერთი საკითხია, ცოტა არაადეკვატურად იქცეოდა ის ტიპი. რაზე საუბრობ ყოფილიყო? ვის ყრავდა ხელს? გოგოსთან იყო, ბიჭთან იყო, ცალკე იყო, გოგოში იყო, ვერ გავიგებთ. ხო და ანუ არაადეკვატურად იქცეოდა. არ ვიცი რის გამო დაიწყო ეს არაადეკვატური მოქცევა, შეიძლება ის ბიჭი დისკომფორტს ქმნიდა სიმო თბილისის ქუჩაში. ვიღაცა პატარა ბიჭი იყო ის ხო? თავიდან ვისაც ურტყავს თუ რაღაცა. არ ურტყავს და
რაღაცნაირად ხელს კრავს უფრო რაღაცა. იმუქრება და შენ ახლა გაფეთქებ თუ რაღაცას. მე ანუ ეგ ბიჭი შანსი არის რომ ტაქსის მძღოლი ყოფილიყო, ძალიან პატარა იყო რა. ანუ თავის პონჩი მიდიოდა ყურსასმენელი თუ რა. მე ტაქსის ტრაფარეტი უჭირავს რაღაც მომენტში. ხო და ბოლოს იმით ფსავდება ხო მე მგონი პატრულს ყავს გაჩერებული ეს ტიპი. AI ხო არ არის? ძალიან უცნაური მეც მოდოვება სცენარია. რა კაროჩე ეს გოგოსთან ერთად მე მისდევს ამ ბიჭს ეს გოგო იღლიაში რო ყავს ამოდებული და რაღაცას აჯახებს. ანუ თავიდან მეგონა რომ მეთქი ამასაც ურტყავს მეთქი რა და მე ეს სისტემა რა აუჩე მე არა და გოგოს просто დაუწყო იღლიაში იმის თავი იყო. რაღაცა ის გავს ისეთი არაადეკვატური მოძრაობები აქვს რაღაც მომენტში აი დელფინზე უნდა დაჟღერდეს ხო რაღაცა ეგეთი მოძრაობები აქვს მე რაღაცა ჩემ გონებაში დაალაგდა იყო ალბათ რომ ამ გოგოსთან მართლა ესე იყო რა სტატიო და ხო შეიძლება ჩილი მიეჭინა და ვიღაც ამან გახედა ამან უთხრა რომ ცოტა ფრთხილადო რა თუ რაღაც ალბათ ახალგაზრდა ბიჭმა და ეს თან როგორ თავში ირტყავს აი რა უნდა გითხრა რომ და იმას მიდის და ჩარტის მაგრამ აი რა ნაირად ამას ხო ამას რა შეულოც რაღაც არსებობს რაღაცა შეიძლება ლათინურად უთხრა და ის გამო შეიძლება მოატყო რომ ხინგალში ღორის ხორცი არ არის და მე აღმოჩნდა მაგაზე მოიშლებოდა ნერვების ბაზარი არ არის რაღაცა ანუ ეგეთი რაღაცა დაუშავა რომ პირში და ბეკონია ინციტი მქონდა ეს ბასლოს მოვიდა და თავში აზრად რა ბეკონში ამოავლე თითი ეგრე წკაპა ხო და იმსაუბრება ხო და რაღაცა ეგეთი იყო რომ ვერც სემდა ანუ ის ხონდა იკავებდა თავს მაგრამ ძალიან აწყენი იყო და ეგეთი მომენტია და პატრულმა რო გააჩერა მე ვერ მივხვდი მანდ რა თქვენ რა მე მეორე ნაწილს გამოვიდა მაგრამ ბოლოს თავდება იმის რომ პატრულის მანქანა კადრიც არ არის შეიძლება ცალკე დგას ვაფშე იმ პატრულის მანქანას არავინ არ არის ხო და მე რას ვერ პატრულის არ არის მე ვერ მივხვდი უბრალოდ პირბადე გაიგეთა ბოლოს თუ რატო პირბადე იგდო იმ ქუჩაზე სადღაც და მე ახსაყვეთად მოვიდნენ რომ ძალიან პირბადე დაელუქათ ვიღაც კრიმინალი დარბის ეგრე პირბადით არიგებენ ხო იცი აფთიაქში არ უნდა იყიდებოდეს ეს მე მქონდა ადრე ბიჭო ძალიან კაი ბიტლზების ის მე დავწვი არგი პოლონ კი რა მომიჩინეს სეიფში ხო იცი სეიფში უნდა გედოს და ის მაქვს რა ქვია ეროზიო მეგობრებო გიმოცავთ აი ამბავი მაქვს თქვენთვის გადამდები არ არის ისტორია მაქვს ხამახა თამაში გაბუ გვადამაშებ გაბუ რაც მოვიდი მის მე გახდა კიდე 51 არის რა უნდა მათამაშო გაბუ ტეტრისობანა მეგობრებო თუ გაქვს ნახი ნუ არ ვიცი რამდენად რეალურია მაგრამ ყოველ შემთხვევაში ამბობენ კი ეგრე არისო ძველ წიგნებში როგორ იყო ცხოველები ასახული როგორ დახატავდნენ ცხოველებს ძველ წიგნებში ჯერ ახლები უნდა გავიხსენო შუა საუკუნეებში როგორ შუა საუკუნე უძველეს წიგნებში ან ზოგადად დასწრებაზე იქნება ტაშის დაკვრით მაგრამ პირველი შეგიძლიათ დავასწარე აუ შანსი არ არის აი ეს ხო არავინ არ იცის ხა ეს ეს ლოგიკურად უნდა ვიფიქრო კაცო მე გამოვიცანი ეს ესა ეს ხო აშკარად თევზია ეხა ყანწი აქვს ხუზე წამოცმული ტიპს თევზი არ არის კუწფელად ტაში დაარტყი ეს კი გახმარება ტაში დარყმული აქვს რა ტაში მე ვერ გავიგე ტაში ჩემო ან ტაში გააკეთე აჰა აი მე ვიტყვი ეშვის გამო ტახს ტახი ხო მეც ტახისკენ წავიდოდი ან მამონტისკენ კი რა ქვია იმას ნადირობენ მაგრამ ხო თევზია სტუმარი ვარ არ არის თევზი ეს ეხა ფარფლი ზემოთ არა აქ ხშირ შემთხვევაში იმ დროში ვინც ხატავდა ამას ხატავდა ვიღაცის მოყოლილისგან ან რაღაცა ცალითვალით უცებ დაინახა მოგზაურის მოყოლილის ამბავს მოგზაურის თევზი ხო არის თევზი ხო არ არის თევზი მამონტი კი არა და რა მამონტი ვინ დაინახავდა შუა საუკუნეებში მამონტს ბიზონი კი არა და ბეჰემოტი შენი ბეჰემოტი ვიძახი თან წყლის ხო უნდა იყოს ბეჰემოტი აში აბარა რატო არის ლოგიკური რატო არის ლოგიკური შეჭება ნახევარი ზოპარკი ჩამოტვალე არა მამონტი ვთქვი ბიზონი ვთქვი და მე ესო და მეთქი ბეჰემოტი და განიშნა ჯიჭი რა დავიდა მან ერთწუთი გუნდიში არ მაინტერესებს არა აუხსნი რატო არის ლოგიკური ნახე თევზი ვითა ანუ ლოგიკური მეო შეჭება და არა მე არ ვითვლი ამას მაგრამ შეხედე ვიღაცამ წყალში ნახეო ეშვებიანიო რაღაცა და ოი წყალში თევზის ფარფლები გაუკეთა წავიდა რა ტაშებს უკრავ ეს რა ეს ნემოა ხო აშკარად არა ეს ვაფშე მე ბაყაყი მგონია მაგრამ ბაყაყი უნდა თქვა შენ და მე სხვას ვთქვა კუნგ-ფუ პანდაში მას რა ქვია დამოვიწყდა კალია ბაგამოლი ჩოქელა არა მე ვარ ბაყაყს არ ვიტყვი რომ არ გეწყინოს და ვიტყვი კენგურუს
კენგურუს უფრო იქნება. ნუ. Просто кенгуру. დაახტოდა რა, უხსნა რა. მაგარი არ არის? რა კენგურუ შეჭრა ბეჰემოტი გადაახვია უკან. გაბუ რო უყურებს ამ ცხოველს ძალიან ეშინია. დავარ. ამან არის. გაბოს რისი ეშინია. მე დავარტყე ტაში. მოიცა ის ერთი კალია არ არისო თორე. კალია. როდის კალიაში? კალია დავიწყე შეჩება. კალია. ჩოქელა კალია შეჩება. აბა რა არის შეჩება? ჩვენ სურათ დაგუგლე რა ჩოქელას და კალიას სურათები დაგუგლე. აი, კალიად არის აქმული რა. შეხო კალია. შენ რაღაცას დახტის, წვანე იყოს, ყავით ხო კალიას ეძახ. კალია. შენი კულა დადინადინ გავთვალავთ. ეს იზია. დებილები იყვნენ ადრე, კაროჩ, კომუნიკაციის პრობლემა ქონდათ. ხო, სურათს ვერ ჩაუგდებდნენ, ახლა შეჭება და ეს ხო თევზია. ეს თუ თევზი არ არის, კუდი, ეს თუ თევზი არ არის? არა, მეგონა რომ მარტივად გამოიცნობდი, არა. გუნდიშ? კიბოჩხალ არ არის? სელაპი. რატო? არა, ნიანგს ვიტყვი, კაროჩ. კუა მის დედა. ორგანიამს ფიქრობ. ბიჭო, ჯავშანიელს, იმერე ფარიელს ახალ. გასაგებია, მაგრამ ნიანგიცაც ჯავშანია მთლიანად. აი, ხა გაჩერდი. კოპლები რატო გაქვს შენი დედა? სპილო პროსტა. სპილო არის. აუ, ეს ძალიან მარტივია. ანუ შეიძლება და რომ ჟირაფი ყოფილიყო, იმიტომ რომ შეშტოდა იმას, რომ კისერი და ხორთუმი გავუკეთა. შეჩემა ზემოდან ვიღაცა ინდუს სახლის დაშენება უნდა დააშკარა. ძალიან იყო და ეგ იყო შეჩემა. მე ვთქვა? დიახ. ეს არის ისტორია, ხო? თუ არ მახსოვს კი. ეს არის 6 ფეხა. სამხრეთ შუმერული. ბრავო, მე არ მეგონა თუ ესე მარტივად გამოიცნობდით. ანუ მე არ მეგულება, კუდიანი არსება, რომელსაც ყურები აქვს და 6 ფეხი. ამას ვერ გამოიცნობ ვერასოდეს. წარმოიდგინე, რომ ფეხები არის სწორად დაკეთებული. და ეს იქნება, მაგრამ ობობა ყველგან არის რონამე რა. ეს იქნება მორიელი. ვა, საღოლძმო. აუცდი ხო? არა, ეგ არის, საღოლ. ვაუ. ვერ გამოიცნობ თქო ეს დახმარება იყო ერთის მხრივ, მაგრამ ძალიან ისე არის დახატული რომ რაღაცას ხოველი უნდა იყოს და არა ის რა ქვეწარმავალი. გუნდიშა? ვირი. ლომი. არ არის ლომი. რატო არ არის? რატო არ არის? იმიტომ რომ გელია. არ არის მგელი. ამის დი. ანუ ლომია, ცირკია და ლომის უდემენ პირში ხო თავს. სტომატოლოგთან მისული. ეგ არ არის სწორი პასუხი თუ გაიდერე. არა, ლომი არ მithქვამს. გუნდიშ, ლომი არ მithქვამს. პასუხი რამდენი ციო ერთიო და რომელი და ლომი თქვა. ანუ ეგ ერთი ვიცი თქვა, მაგრამ ეხლა რომ გავიხსენე პირში თავს რამდენ ცხობელს უდებენ, ვერ გავიხსენე. მაგრამ ნიანგი იყოს ამის დედავად. ეს მაგის თავს ვაპირებდი. რა ნიანგი ყურები? ბეჭვი. რასაგოანან. ნუ ბასტო იგებს. შენ იყო პირველი. გუნდიშა იყო მე, გუნდიშა იყო მე მგონი. ეს ძალიან გადაობაა. ბიჭო, ეს არის ხო არ თქვა. ფრთები აქვს. ვიცი, მაგრამ მელია უნდა აუ, იყოს. კარგი რა. არ არის მელი. არ არის მელია? თუ მელია არ არის, მე ქორს ვიტყვი. ხორიც არ არის. სვავი. არა. მელია მეგონა მე ძალიან. შიტი არის ხო მითხარით. ბაზარი არა. აი, მინიშრება მოგცადეთ, ოღონდ ტაში გაამზადეთ, რომ ვინც დაასწრებს ის იქნება. ბევრი კი ნახავთ გრძელფეხებად. კაი, всё. მე ვიცი უკვე. სირაკლემა. სირაკლემაზე ვფიქრობდი პროსტა. თან სპოთიშორის ნისკარტით ასწორებს ხოლმე კვერცხს, ესე და მაგითო დახატეს დიდი ალბათობით ეგ. ეს მარტივია. რომელი უნდა გამოვიცნო? ქვედა. ქვედა მელია არის. ხო? ეს მარტივი იყო. აბა რა, შეიძლება გელიც ყოფილიყო. შემდეგი არა, ეგ არის კი, სორი ხა. მანამდე რო თქვი და არ ყოფილა ეგ. ბაკაკი მაგასო. და ხუთი და აზმანიურეშმა. და მაგრა იწუწუნა გზაში. ხუთით 4 არის ანგარიში, გუნდიშა ან გაათანაბრებს, ან მევს, კი არა, ან მევსვამ, ან გუნდიშა. ზომარო და აბადარო შეიძლება ეხა ადამი დაევა შენ ძობას პიცარი. გველი. არ არის გველი. არ არის გველი? ხელში მჭერია, ხელში მჭერია. ჭაი ორი ის რასა. ეს ცალკე ქვევით რაღაცაა. მონსტრების კორპორაციის ცხოველები არ არის, ხო? ერთ კითხვას დაგისვამ. ორი კითხვა მაქვს. და მე მიშტება ის რა. ფერი ავთენტუ ანუ ის ორი ფერია? არ არის ორი ფერი და ის ზემოთ რაღაც ორი ცალი ეს რო არის, ეგ ამისია? არა. კაი, всё, ანუ სხვა ფერი არის და ისიც არ არის. ხეზია შემოხვეული, პანტა რაღაც ეგეთი ხო? პანტერა. გაყრილი აქვს შეჩემა ხე თუ რა?
ფრინველი ხო არა? არაფრის ღირსები არა, თახვი არის დალია გიორგი. აუ ხეს რა ჭამ შეჭემა. თახვი რა გამომაშტერა ამ ხელა კაიდე თახვი რო იყო. აუ მიჭერით ეს კადრი. ხო ღეჭავს. დახვიდო. სადმე არ მაინტერესებს დაადეთ ეგ ფოტო, სანამ ეს ვიდეო დაიდება და რაც ხოველიაო დაწერეთ და ვინმე თუ თახვი თქვა მაგაზე. მე გამოვიცანი. ეს თახვი ეს ხო. თავიდან იყო ანგარიში არასდროს. ვა, გავს მეთქი იმას რა ქვია. იმხელა პოტენციალი გაქვს, ეგ თუ ეგრევე თახვი თქვი. არა, ვერთხა მეგონა თავიდან, იმიტომ რომ ხარ შენ ძმობას. მეთქი რა, რონალდირობენ, მეთქი რატო ნადირობენ ამ ცხოველზე. ჩვენ გვაქვს გათამაშება მაყურებელთან ბასტა. აბა რა. და მოვიფიქრეთ ასეთ რაღაცა, რომ მაყურებელი კომენტარებში გვიწერს რა კითხვა სურთ რომ დაუსვან შემდეგ სტუმარს, ანუ წინა ვიდეოზე შესაბამისად და შენთან ამოვარჩიეთ 3 კომენტარი, რომელზეც შეგვიძლია ვისაუბროთ, ვრცლად გამოვცოთ და სხვათა შორის მაყურებელს მინდა მიმართო, ვის კომენტარიც მოხდება გადაცემაში, მას საჩუქრად გადაეცემა ლუდისას და ბავარიას კომბინირებული ნაკრები, აი ესეთი ჩემო ბასტო. მეთქი ჩემთან გაძლევდი. არა. ესეთი აი შენ შეგიძლია დატოვო და დაუთმო მაყურებელს, მაგრამ აი ნუჭამე. უკვე გამზადებული 1 კილო შესუნელებული უკვე დაყოფილი. და საჩუქრის მისაღებად მეგობრებო საჭიროა რომ მოგწეროთ ლუდისას Facebook გვერდზე და კაი კაცის ვისნობ. შესაბამისად პასუხს. აუ კაი კაცი. ყოველთვის იგებს ხოლმე რა. ყველაზე მეტად როდის შეგშინები. თარიღი არ მახსოვს, მაგრამ როგორ და რა იქნება მოგიყვებით რა. ხო, ხო. ალბათ როგორ კაროჩე პირველად რო უყურე ის რო არის გახსოვთ წყევლა არის ფილმი რა და ის გრაჯ რო არის თეთრი ეგ ზარი არის. ეს არა წყევლა იაპონური ტიპი არის რა. აი ხო აი ეგ ზუსტად რა. და კაროჩე წყევლა არის მახსოვს რა და უყურე და მაგრად შემეშინდა რა ვაფშე ანუ რო უყურე არ გამისწორდა. როგორ მთავრდება იცი ეგ წყევლა რომ თვითონ დამარცხდა ეს წყევლა რა. და სინამდვილეში და მე რა ის ვიღაცა გაყავთ მკვდარი და იქ თვალს ახელს და სხვაში იღვიძებს რა. ანუ სხვა ადამიანში იღვიძებს რა. მესამე ნაწილი თუ რაღაცა აი დაახლოებით ეგეთი მე მახსოვს რისი შემეშინდა. და სახში მივედი დაღამდა კაროჩე და დაუწვე რა. და ძალიან ამიტანა შიშმა რა. აი მაგრად შემეშინდა რა და დაუწვე კი დედაჩემთან რა. და ვწევარ დედაჩემთან და უცებ მეღვიძება და ვიაზრებ ანუ ვიძინებ. და უცნაური სიზმრით მე ანუ ცოტა ისე შპოთვით მეღვიძება და ახალ გაგვეძებულზე მეწყება ფიქრი რომ კაროჩე იმან თუ სხვაში გაიღვიძა არა ვარ დაზღვეული რომ აქ ნებისმიერი ვინც გვერდზე მეწვება იქნება დედაჩემი თუ ლანსელოტი არ აქვს მნიშვნელობა გმირივი არ აქვს მნიშვნელობა ყველა შეიძლება იქ იყოს ლანსელოტი და კაროჩე ვერ ანუ სუმეშინოდა აი ხო აი რაღაცის რო გეშინია და რაღაცში აი ძაღლი ანუ ვიფხვი მოგწდებს და რაღაცა შეაფარე და დაცულად რო გზნობ რაღაც ვერ ვიგძენი ეგ ერთელი არაფერი არ გამოდის იქ ჩამოყავს მოგაწევს შეიძლება შენში გაიღვიძა ეგ ბავშვობაში მქონდა ხო იცი ანტიქრისტეზე რომ ნახე ფილმი მეშინოდა რომ ანტიქრისტი არ იყო თქო აი ძველი არა კაცო ის ფილმი როა ქართული ფილმი რო ანტიქრისტი გრალი გრალის გადაღება რო არის მახსოვს ბაი ძველი რაც არის რა ხო იცი ვიღაცას რო დაესიზმრა და მაგაზე რო არის აწყობილი ხო და ეგ ნახე რა ვიყავით 6-7 წლის თუ რაღაცა და მაგაზე მაგრამ ნერვიულობდი რომ მეთქი ბიჭო ჩემში არ ჩასახდეს ჩემში არ ჩასახდეს სახში არ გაგზავნე ყურადღებას რას უყურებდი შეჭება აი ეგ ყველა არ გახნა არა ეს როსაც ამბობს ეგ ის იყო დაჟე რა უყურებინო ბავშვს რო აი რა ანტიქრისტე განსხვავებული რაო კაი რა 7 წლის რო ხარ რას განაგებ შენ თვითონ შენ ცხოვრებაში ეხა ვისტანია ხო ის ანტიქრისტე არისო იმაზე პისტაზე რო ამბობენ აი მისტერ ბისტი ძალიან მე მგონია რომ მისტერ ბისტ ვაფშე მარკეტინგულად აქ შეფუთული რა შენ არ გამოვრიცხავ რომ იმიტომ რომ ტიპს უწერია ანუ მისტერ ბისტი ხო ქვია მაგ წინასწარმეტყველებაში არის რომ ბისტ ან ხეცი ბისტი არის და ტიპს აქ მისტერ ანუ ბისტ 666 უწერია შენ მართლა არა არა მგონია შენ ისი შეგჩინე და ვიღაცებს თვალი აუხილა ვიღაცებს წყალი მიცა ჯერ მკვდარი არ გაუცოცხლებია არა მაგ ხელა ის მკვდარი YouTube-ი გააცოცხლა აი მაგ დაახლოებით ეგეთი მაგრამ არ იყო ეგრე საქმე ხო და მაგორის შემშინებია მე მოდის შემშინებია მაგრამ იმ წელად ანუ ანტიქრისტეზე ხო მეშინო მე არ ვიყო მაგრამ წელადი მე ჩავია ანუ აი არ მახსოვს რომ აი მინა არ ვერჩერდებოდა და პატარა ვიყავი რა მე მაგრამ მეშინია ზოგადად ჰორორ ფილმების ანუ მირჩენია ჯამსკერების მეშინება რეალურ ცხოვრებაში მეჩვენია მოხდეს რამე ვიდრე იმაში ანუ რეალურ ცხოვრებაში ვაფშე არ მაქვს გზნობა რა
მოდი ფილმს შეიძლება რო უყურებ, შემოვიდე ვინც შემოვიდე რაღაცაში შენ შემოდი. უფრო საშიში ორად იყოფა საშიში ფილმები ზებუნებრივი საშიში ფილმები და ის ზოგი ეძახის ხერხი არისო საშიში ფილმები ჯამსქიარები უფრო ხო იასნა ხო ზებუნებრივი და ასულები და ხერხი არის საზიზღრობა მართალი ხარ მეგობრებო ვის ხერხს ვერ აღვიქვა რომ საშიში ჰორორი არის ძალიან მიყვარს თან მაგრამ მე ვასწავლე ანუ ვერ შიშის გრძნობა არ მეუფლება არც ერთი წამით ხერხში მაგრამ მე ეგეთ რაღაცებს არა როგორ გიგეთ არა იმაზე უფრო არ მაქვს რაღაცა სულები და ისინი და რაღაცები არა ის ნანახი გაქვთ ისა Dead Silence და ნახავთ ფილმი მერი შოუს არ უყვარს ბავშვი კი ის რა ქვია მოიცა რომელი მორგიდან რო იწყება ეგ არის ყველაზე თესლის საშინელად ფილმი არის ესა Dead Silence ვისაც გევასება თორორი ერთ-ერთი ფილმია რომელსაც ვუყურე თან ვიჯექე და თან მაინტერესებდა დანარჩენზე მარტო ვიჯექე ბავშვობაში დედაჩემი მუშაობდა კინო რუსთაველში ქვევით რაღაცა ბევრი მაღაზიები და ისინი ხო იყო და ერთ-ერთ მაღაზიაში იყო რა თქოში ის მქონდა რა სკოლის პერიოდში რაღაც თინეიჯერობის ასეზე ქვევით დაჟე უფრო რა ყოველთვის კინოსინემაში შემეძლო ისე მიშვებდნენ ხოლმე რა შედი რაზეც გინდა რატო შევედი არ ვიცი მაგრამ გოთიკა ერქვა ფილმს ჰოლი ბერი თამაშობდა ეგ მახსოვს რა მაგ ფილმიდან ვარ გამოსული რო ავედი და რო დაუჯექი და რო დაიწყო გამოვედი გოთიკა ხო და დღემდე არ მაქვს ნანახი არის ცუდი ფილმი კაი ფილმი ანუ ისე აი მაგ მომენტში რო ავედი და რაღაც და კინოში დავგუგლა აბა გოთიკა პროსტა ისე შემეშინდა რაღაცთან ძალიან სისულელეზე შემეშინდა განარამე საშიში იყო თავიდან ისე შემეშინდა რომ გამოვედი ეგრე საშინელება არ არის შეჩემო უფრო ის არის შეიძლება ჰორორი არ არის დღემდე არ მაქვს ნანახი ვერ უყურებ ჰორორი და იმის მეშინოდა შენ ძმობას თორ ყველაზე ძალიან ის მეშინოდა მაგდონალდსის მონანიება მაგარი ბავშვობაში ტელევიზორში რო იყო ხოლმე გავდიოდი სახლიდან ეგრევეში მე შემეშინდა ყველაზე მეტად მეორე სართულიდან გადამოვარდი და ჰაერში ყოფნის დროს არა იმიდა რა ქვია ორ საწოლიანი აუ ეგრე შენ ძმობას ვსწავლ 7 აგვისტოს მატარებელს უჯექი ღამის მატარებლით მივდიოდი იმაში რა ქვია გურიაში უმირესობად ხო 2008 წელს მოვიდა შეჩემო 2008-ში ანუ წავედი თბილისიდან ჩავედი არაფერი არ ხდებოდა ჩავედით თბილისს დავიძარი არაფერი არ ხდებოდა ჩავედი გურიაში ომი დამხვდა და ეს დაფრინდა დაფრინდა ბომბები დეიდაშვილის მაგ პერიოდში წამოვიდა და იქ გორთან მატარებელი შენელდა მაქსიმალურად შუქები ჩააქრეს მატარებელში და ის მატარ ვინ შიანელა შუქი ჩაქრო რა ექსტრემისტია წარმოიდგინე არა იმიტომ ჩააქრეს შეჩემა იმ პოჩი რომ იმათ არ დაენახათ ანარესროლად და რაღაცეები მაქსიმალურად ჩუმად რო გაეღოთ მაგრამ მე გაგონდა სამშობლოებს ეს როდნე შეჩემა იხდა და რატომღაც რო ხო მე აქ მოხალხეები იქნებიან არ ვესვით ამათ რუსები ხო ზოგადად ეგეთი ხალხი კი ძალიან მშვიდი და წყნარი ნაროდი რაც მიყვარს ჰუმანურები უჰუმანურს ხო ვენაცვალე მაგად დედებს შემდეგ კითხვა თუ შეიძლება თუ იქნება რა იყო ფრაზა ან მოვლენა რაც ბავშვობაში არასწორად გესმოდათ მაიცა საინტერესო კითხვაა ხო იცი მაიცა გავიხსენებ ხა რომელიც სიმღერა მეშროშანი ჩიტეგვიტი მოფრინავდა რა მეშროშანი მეგონაო მეშროშანი მეგონა ერთი სიტყვა შენ გეგონა რომ მეშროშანე ვიღაცა არა მეშროშანი მეგონაო ანუ მეგონა ხო უკვე ანუ ზოგადად ქართულად ჩემ ოჯახს სწორად მეტყველებდნენ რა და რაღაცა ვერ გავიგაზრე რომ ანუ შროშანიც არ ვიცოდი რა თქმა უნდა ხო ბავშვობაში და აი მეშროშანი მეგონა რომ მეშროშანი ეგონა ამტი მეშროშანი და რა გეგონა მეშროშანი არ ვიცი რა პროსტა მეშროშანი მეგონაო აუ ხო სიმღერაზე ის ქონდა ჩიტიმიტი თუ მეშროშანი აი ეს მეშროშანია ვიტო ეგეც ვერ ვიხსენებ ვერაფერს ახლა ბევრს გავიხსენებ არა ხო და ბევრი მქონია ეს არა ის ცნობილია რა რაც მოგივა დავითაო ყველას ეგ და შეიძლება ვაფშე მართლა იდა დავითაზე არის შეიძლება თავიდან ანუ ვინც მოიფიქრა ეგ დაწერა მე ეგრე დავითაზე ხო მე მოიგონეს ყუდები მოაბეს რომ დავით არისო და რა სიმღერის ტექსტები იყო კიდე ისი რა ჩემი ძმა კაცი მღეროდა ხოლმე It's a final countdown ის ევროპას სიმღერა ხო final count It's a fayuzaza fayuzaza It's a fayuzaza დონაციით მიუხვდროდი ის ნობილია რა გაჯესკო ის მიხომ ჭამადი ღომი მიხომ ჭამახდი ღომი ხო უნდა ჭამახ გავიხსნა ბიჭო ბევრი მქონდა ეგ მომამეინე მე ქართულები ვაფშე ძალიან ცუდად ვიცოდი მინდა მე ხო ის ადამიანი მე ხო ის ადამიანი მარტო იქ ახალი ჩამოსული რო ვიყავი რუსეთიდან სოფელში წავედით მალევე რა ზესტაფონში და იქ სტადიონი ქონდა სოფელში და გადავედი და რომ ბიჭები თამაშობენ ახალგაზრდები
ეხა იასნა იგინებიან ხო? მე გინება არ ვიცი. მე ვიცი დებილო და დეგენერატო და რაღაცა. სახში ბრუნდები და სახში დავდექი დიდი სამით და როგორ გაერთეთ ვაბასადი? კაი იყო, მაგრამ ეს რას ნიშნავს ვეთქი რა და საუბრობ გაიგე ეგ სიტყვა და მე მითხრეს რასაც ნიშნავს. მაგ დროს მშობ, ანუ უფროს თაობა, რომ პათეტიკური არის. ეგეთ პათეტიკური არასდროს არ არის ხოლმე, რომ ბავშვებს საიდან გაიგე? ანუ რას ქვია საიდან? ვინ გასო? ყველგან წერი. საიდან გაიგე? აი რა ვიცი, აი და მინიმუმ თვითონაც ერთი 1000 ჯერ აი ტელევიზორს რო ყვეთებს, საიდან გაიგე ეგ სიტყვა? მე თქვენ მეტამორფოზა საიდან გაიგე? მახარა. ქართულად შეგვიძლია დავაგენერიროთ გინებ, ანუ ქართული მაგარი შესაძლებლობებს გაძლევს, როგორ შეგიძლია აი წამებში რა. აუ რასა. აი ფათახი მიუწევ, ამეთქი ფათახი. ანუ ფათახი მანა დაგუგლით, ფათახი არ ვიცი დღემდე რა არის. საიდან მოიტანა? დედის ფათახი. და დედის ფათახი. ფათრომბები. აი ფათახი არ ვიცი რა, რომ დამიდოს 4 უცხო ნივთი და ფათახი იპოვეო, ვერ ვიპოვე. ფათახი. არ ყოფილა ფათახი არაფერი. ფათახი. შეიძლება იყოს ხე, პორტოხალი და კიდე რა ეხატა? ფათახი. ფათახი. ძალიან უცვა სპარტაკას იმებიდან გავიხსენებ გინებებს გინდა. გენიალური, შედევრალური. ჩემი ეზობელი იყო, გამოდიოდა და გვაგინებდა ხოლმე სამეზობლოს, ანაცოთ საქართველოს იმაც კი ყველანაირად. ლექსებს მღეროდა ხოლმე ყველაფერს აკეთებდა. კონტენტი ქონდა, ხო? GPT-ს ეკითხება. ესეთი გინება იცოდა. დედის რძე. ეს დედის რძე ესაა. წერტილს ვამდაძეზე? ხო, და მაგათი იმ ისე ეზოში ვინმე თუ ეწეოდა ახალგაზრდა ბავშვები რა. შეიძლება ვიღაც სკოლის მოსწავლეები შემოსულყვან, ჩვენ დიდი ეზოა რაღაც და ეწეოდნენ. ჩეკი დედები და იმპოტენტი მამები. აი რეებს აგინებდა ხოლმე, იცი. ბოლო კითხვა. რომ შეიძლება ერთი კვირით ვინმე ცხოვრებაში გაღვიზება, ვის აირჩევდით? მე მაქვს ორი ვარიანტი მაქვს რა. აი ვიღაცა იქნებოდა და მე ბაცლოს გადმოუფორმებდა ამ ყველაფერს. არა, აი ხა, არა, ხადაობა მე სიყო თქვი და სამი ვარიანტი მაქვს რა. ერთი ხუმრობა არის, ერთი რეალური. მესამე პოპულისტური უნდა არ მინდა. არა, პოპულისტურიაც. დავიწყოთ ხადაობით. ანტონელა, მესის ცოლი. გადავიდეთ იკითხავს თმარატო შეიღებაო. გადავიდეთ პოპულისტურზე, რომელიც აი მართლა არ მინდა მიუხედავად რომ რაღაცებს შევძლებდი. პუტინის ტყავში გავიღვიძებდი. აუ ეგ მეც ხონდა. აი აბა თქვენი ძაიგე ეს შენ ძმა, ეს შენ იყო, ხო? აგერ ძმა შენ ეს. კი. მქონდა ეგ იდეა. მე ბოლო სიკვდილის წინ არ ბოლო 5 წუთი რომ ბოლო 10 წამი რომ ექნებოდა კრემლში გასმოუშვებდი. აი რაღაცას ვიზამდი, რაღაც ციანის დავლევდი და გადმოვიდოდი მე ჩემთან. და რეალურად ვის აქ დიდი მაყუთი? ტრამპი? არა, ტრამპი არა. მაყუთების მეტი ძალაუფლებიანი ტიპი. მე არ მაქვს იმხელა ცოდნა, შემოწმა, მაგიტო არ მინდა პუტინშიც რა. იმხელა ცოდნა არ მაქვს, რომ ზეგავლენაზე ვის სამყაროზე ზეგავლენაზე. მაგრამ შენ გინდა მაყუთიანი ტიპი ვინც ცნობილი არ არის, ხო? და თარიცია ცნობილია, როგორია რა? ხო, რა, ანუ ზეგავლენა მინდა რომ ჩემზე მოახდინოს და იქნებ მე რაღაცა. გინდა გითხრა ვინ გინდა? მასკი რა. აბა, ივანიშვილი 2000 წლამდე. ივანიშვილი 2000 წლამდე? აი, ქვე მარტო ქველმოქმედებით რო იყოს ცნობილი, რო არ იცოდა არავინ სახეზე. ეგ შეგვიძლია დროშივით მიმოგზაურო. შეგვიძლია ჩაამატო. სადაც შეგვიძლია რომ ერთი კვირით გადავიდეთ ვინმეს ხელში, დროში მოგზაურობას გაუდგას. მეც 2 წუთის წინ. არ ვიცი, არა. პროსტა ანტენა ლაპარაკი, ცოტა რომ მე მგონია რომ მესი მარტო ანტონელასთან იხდება. ხელს მოაწერიებდა მაისურზე. არა, მართლა, მესი მგონია იხსნება მარტო ანტონელასთან. ისე. და ყველგან შებოჭირია და ვკითხავდი რაღაცებს, რომ ბიჭო, შენ შეგორებს. ეგ ხუმრობით რა თქმა უნდა, მაგრამ ეგეთ რაღაცას ავირჩევდი, ვისაც დიდი მაყუთი აქვს, რაღაცა ისეთ მაყუთს გამოვართმევდი, ჩემში ჩავაბანდებდი. ეს მოვცემდი YouTube-ზე. ესე კი არ მომცემდა და მე სახლებს კი არ ვიყიდი, ჩავაბანდებდი. რომ მე იმხელა ცოდნა მიმეღო, რომ მე შემდეგი შესაძლებლობა რომ ექნებოდა გამეღვიძა ვიღაცის ძალაუფლებიანის ტყავში და აღმეზებებინეთ ქართველებო, ჩემო საყვარლებო და ჩემო ერთგულებო და კარგებო. გისმენთ ბატონო გიორგი თქვენ. მეც უნდა თქვა? ხო, რავი, რატომ? ერთი კვირა ვინ ვიქნებოდი? სტუმართან კი არის, მაგრამ ჩვენც, რავი, ჩვენი აზრი დავაფიქსიროთ. არ მინდა, რა ვინ რო ვიყო, რავი. ეგ ის ვიქნებოდი. ჩიტი. მაზარი. ჩიტი რომელი? ნამი ფრინველი. ენა გამოყიფილი ფრენდა, ნობა. კარგად გავერთეთ.
უთხარი ხას რომ სამივე ადამიანს გადაეცემა ყველაფერი და კი, რომ ეგ თქვი კიდევაც და ეხლა შეგახსენებთ რომ ლუდისას Facebook მაგრამ სამივე ადამიანს მეგობრებო ის კითხვებზეც რომ ეხლა გავეცეთ პასუხები ვიხალისეთ გავერთეთ და განვიხილეთ ყველას გადმოგეცემათ აი ასეთი ლუდისას საჩაჭრუხშიკვე ბიოდეგრადირებადი ცელოფანი რომელიც ქაღალდისგან არის და სადაც უნდა გადააგდოთ დადნება და დაანოყიერებს მიწას გილოცავთ თქვენ უნდა მოგბრძანდეთ შეშელიძეს 42 ხო? კი. შეშელიძის 44. ძალიან მალე თან მესამე სართული корпуსი B. შემდეგიდან გადაცემიდანვე ვეცდებით რომ კომპიუტერებს გაათამაშე, მაგრამ დღეს ჩიპსები. უფრო კარგი ის იყოს, რა ქვია, სასაჩუქრე ბოქსი. ხო, უფრო კარგი თქვი და მეთქი სტუმრისთვისაც ბასტო. არა, უფრო კარგი სტუმარი იყოსო, ეგ იქნება. არა, ხო. შემდეგი დავიცდებით რა ის. არა, ჩვენ მართლა ნელ-ნელა წინ მივდივართ ახალ სპონსორს ველოდებით და შემდეგ თუ არა, იმის შემდეგ გადაცემაში ხო და მე ცალკე მოგიწევთ რომ გული რო არ დაგწდეს რომ შემდეგი გადაცემინა რო იქნება და შენ საჩუქრად არ შეხვდება. ხო და ნუ მოკლედ სიახლეებს შემოგთავაზებთ უახლოეს მომავალში მე გათამაშებებიც დაემატება რაღაცა მეტი აქტიურობა გვექნება მაყურებელთან მიმართებით და კიდევ რო რაც გითხარით ეხლა ველოდებით ალბათ ახალი წლის მერე ხო დავიწყებთ კიდევ განსხვავებულ კონტენტს არხზე რომელიც იქნება ჭამასმაზე. რა, მაინტერესებს რა. ბიჭო, კონცეპტუალურად ძალიან მევასება გეტყვი რა, ეხა უცებ რა. ადამიანები რომელსაც სმაჭამა უყვართ, სივრცე რომელსაც სმაჭამა უხდება, YouTube და ხე. ანუ ხე უნდა იყოს. ანუ ყველაფერი არის, ანუ ხეში გადაწყვეტილი ორი ადამიანის სმაჭამა ვისაც უყვართ, ანუ ხო და მაინტერესებს რა კონტენტზეა საუბარი. ჩვენ გვაქვს სურვილი რომ რამოდენიმე მცდელობა გქონდა რომ მცდელობა რა ვიდეოში გავაკეთეთ ვლოგის სტილში ვიდეოები რა. გასტრომული გასვლებზე არის საუბარი. თქვენ გურჯაანის იქ იყავით რა ქვია ფესტივალზე იყო. და ცოტა გვინდა დავხვეწოთ ეგ ამბავი, ცოტა რაღაც გადაცემის სახეც მივცეთ, გადაცემის რა უფრო რაღაცა ისეთ დალაგებული რო იყოს ესე რომ ვთქვა და რაღაცა იდეა და შინაარსი ქონდეს ამ ვლოგებს და ცოტა განსხვავებულ სტილში გავაკეთოთ და ალბათ ახალი წლის მერე მოიუთუბოთ. დიდი სურვილი გვაქვს ამის და ამისთვის საჭიროა მეგობრებო რომ გამოიწეროთ არხი და ლაიქოთ ვიდეო და კომენტარებში აქტიუროთ, იმიტომ რომ თქვენი გვერდში დგომის გარეშე ეს ყველაფერი შეუძლებელი იქნება, რა თქმა უნდა და ასევე ჩვენი სპონსორების ლუდისა და ბავარიას გვერდში. და ბინას ვათამაშებთ. და ბინას გავათამაშებთ. არა 50000-ზე კალავ ყავს შეპირებული და მოდი 100000-ზე რამე ისეთ არა, ჩვენ დრო გაჩვენებს რა უნდა თქვა. კი, ეგეც მართალია, ხო. შეიძლება ან ძალიან ბევრი თქვა, ან ძალიან ცოტა თქვა და გეწყიოს. არის ვარგოს ან იყო. დღეს მეგობრებო, ძალიან კარგად ითამაშეს ორივე. ძალიან არაჩვეულებრივი თამაში იყო. შესანიშნავად. რამდენ ხანში ითამაშეს? რამდენ ხანში? 3 საათში ითამაშეს უკვე. ძალიან კარგად, რავი. ჩემი აზრით ესეთი ბურთების აღება მარტივი არ არის. როგორც ყარამა იყო. არა, ის და მამარდას მაკრატელა როგორ არის? დრიბლინგერი. ბიჭი ის გოლი ახლა მაინც მამარდას ბრალი იყო. და ყვარასაც უნდა გამსახურება იყო ბიჭო რა გოლი თხარა. არა, ყველა ვარიანტი შეგვიძლია ჩავწერო. ხო, კაი სეივებიც ქონდა, ისიც და მე ჩაიმისვა ნიუს რომ ექსპერტის მოსაზრება შეიძლება დავნა. მე ხო იცი თურქ მეგონა რომ მეთქი აი ხა აი მენა გავარღვევთ მეთქი ჩემი. აქ რო ჩამო. ბიჭო რატო საიდან მახსოვს იცის რა იქიდან დამეწყო იცი იქ ევროპის ჩემპიონატზე რო ვითამაშეთ და დორტმუნდში იყო მართლა დავახიეთ ბურთი თავზე და აი გაძვრა ჯერ იქიდან შორიდან ცველმა გაგვიტანა. მე ამ იმას რა ქვია ლამინი ამალი არ და მეორე არ დაგიულებ. რაღაცა გავაი მენა ყარაულის თოფივით გავუვარდა. ჩვენ ყველაფერი ვერ გავიტანეთ. ძალიან მეტი 20 დავუხდი და მესამე გოლი ვაფშე გამოსული იყო მაგრამ აი და მეთქი ამათ ეხა პროსტა ამათი იმენა იყბალა. აი ერთადერთი თურქი ვინც მევასება ტარკანია მე. ტარკანი ხო? მე ემრე ბელოზუღდრო. ბელოზუღდრო. არა ტარკანი მაგარი ჩუაკია ძალიან ხო. ამ ყველაფერს ლუდი უნდა გქონდეთ თქვენი გარაჯი. ლუდი ჩვენ ლუდს ვაპირებთ. ეგ ჩემი არა, ხო, ისი არის. ხო, მეგობრებო, მოკლედ უღრმესი მადლობა. ბასტოსი ვარ ხო გავაგზავნოთ ცოტა. გავაგზავნოთ ჩვენ აქ კაცი გავაგზავნოთ კაცო. უბრალოდ ხალხს დავემშვიდობ. ლაპარაკში მაწყმენდა 2 საათი მაჩერებენ იმენა მეება. მე გაბო მეწოდება თორე. მე რა შუაში ვარ აბა მე რომ მოგწოდე.
ცუდად ხდება, ეხლა დაიქოქა. ეხლა რო დავამთავრო და ეს მოთხოვი რომ ეს გადავა. არა, უღრმეს მადლობა მეგობრებო გვერდში გქონდა ბასტოსთან. მილი. ის რა ქვია, ეხლა საწობიში რო იყავი ძალიან დიდი ხანი. ნასვაკეთაზე? ტაქსის მძღოლი არ შეგეცოდა? ტაქსის მძღოლი? ისა, მე ზოგადად მე არ მაქვს პრავა. მოდი გულწრფელ პასუხს გაცე. მართვის მოწმობას მართვის მოწმობა, დიახ. რა, ტაქსის მძღოლი არ შეგეცოდა იმ კუთხით გეუბნები, რომ შენ ძალიან ბევრი ლაპარაკი იცი. ხო და არა, შეხედე მაგ დროს გადაღუნე ეს კაცი იღეს. მე ორი რაღაც მიყვარს. ოცნება და ლაპარაკი. ოცნები და გავიგე. ოცნება. რომ ოცნება. სარეკლამოში თავაზე. ბოს გადაგიხსნა. 41 რანაირად გააკეთე. რაღაცის გამგებელად ნიშნავენ უკვე. რომ ოცნება, კაროჩე რაღაცებზე, ნახევრად დაგეგმომიდეს ხოლმე, რომ უფრო ისეთი უცნაური ოცნებები მაქვს ხოლმე. სურვილები დავარქვათ, მოდი ეს საზღარის სიტყვა ამოვაგდოთ. ბიჭო, აი სურვილიც არ არის, აი როგორი სურვილია. იმედები. ტიპებს რა სიტყვა გაპატენტებია? იმედი, ოცნება, კარგი. შვიდობა. მიყვარს ფიქრა მუსიკას ჩავრთა ხოლმე და რაღაცა სცენებს იმავშები ხოლმე, რაღაცა წარმოვიდგენ ხოლმე და ოღონდ იმა ვარ ხოლმე იქა, ან ლაპარაკო. და თუ არ მელაპარაკება, ვოცნებო. და დღეს ნახევარი ვილაპარაკეთ, ნახევარი ის ძალიან დიდი ხანი ვიყავით. ამ ამოუწურე ყველა უცხო ადამიანს სადაც შეიძლება ვილაპარაკო. ბასტო ამოუწურე. ვილაფერი ამოუწურე, თან ცოტა ისეთი მიდგომები მქონდა რა, ცოტა განსხვავებული რაღაცები და გავჩერდით რა რაღაც ეტაპზე გავჩერდით, გავიკეთე ყურსასმენი და ეს გადავედი და მოვდიოდი მთელი დღე. ის კითხა რომ ეხ თეთრით მომიხდეო. კერა. მე რო საყურე გავიკეთე ძმაო, მაგ დროს მართლა რა ვიცი 16 წლის ვიყავ რომ 11 წლის წინ მქონდა, 12 წლის წინ გავიხურდე. და მე ჩავიხე საკეში და მაგ გავიხურეთ ძმაო. აღარ გევასა? არა, მე რებელა ბავშვი ვიყავ, იმენა მაგიტო გავიხურდე უფრო რომ არ გაიხურდა რა. ეს კიდე გავიხურდა და სან ჯერ არ მომეწონა. ის ხო იცი ყურსო იხურდავ გიკეთებენ ბრილიანტ ან წვრილ საყურეს გიკეთებენ იქვე რა, რომ ცოტა ხანი დროებით იმას ქნას და ანუ სარკეში ვიყურებოდი, იმენა ის ვიყავი რა, ვით იმაბილანი თუ რაღაც, ანუ არ მომწონდა რა, ანუ აი ორივე გაიხურდე? ხო, ორივე, აი ცალი ერთი ისა. ეს ხო და ორივე უფრო თესლობაა, ორივეს რო. ყველაზე მეტად ვის არ მოუხდება საყურე და არა. პასუხი კალა, კაროჩე, ჩვენ მაგამდე მივედით. კალას როგორ არ მოუხდება? მაგრამ მოუხდება. შეიძლება ესე ვიძე მოუხდეს, მაგრამ კალას თუ იცნობ პერტან ტიპს, ანუ აი საყურისგან არის ყველაზე შორს. ყველა ანუ აი არ ვიცი ვინ შეიძლება ვთქვათ რა. სადაც კუნგ-ფუ პანდასმანი მოუხდა? ხო და არ ანუ კუნგ-ფუ პანდასმანი ვარ. ბიჭო, კალას არ მოუხდება და ბაცუსის აი ბაცუსის მოუხდება. ბაცუსი ერთადერთი ვისაც კალაზე მეტად არ მოუხდებოდა საყურეში. აუ რა დამემართა, მან ხო ყველა ხო ეგზოტიკურად იყავს და სიცილი რაზე დაიწყება? ეგ მაგაზე ვერ მივხვდით თავი. სულ ანუ ყლეობა ეს. პირველი ვინ დაინახე? ყველა დაგინახეთ და ყველა დაგინახეთ ბოლოს. და დაგინახეთ, მე გამისწორდა რაღაცა და თან მახველებდა რა, ანუ ის ვირუსის მერე პერიოდში დიდი ხანი ვახველებ რა. და კალას გავხედა, ანუ აი ყველას ნაფიქრი იყო რა, ანუ რაღაცა ის ბაზლაითერის, ანუ შენის, ანუ ყველაში რაღაცა დავინახე და ის აი რაღაცა ანდის ესე თავი და წარმოსკა და სიცილი და იმასაც რომ გაიცნა, მე პროსტად მეცხრალი ვიყო და ვეღარ გავჩერდი პროსტა, ანუ აი თან მახველებდა. ბიჭო, მე რა გამიხარდა, იცი? დიდი ხანი არ ყოფილა ჰელოვინის ღამეს ბარში რა, ანუ შარ ყოველ მე შემთხვევით გავიწყე რეჰანში ვიყავი შენ და იმის სათამაშოდ გადმოვედით იქ რაღაც იმის და ანუ არ ვიცოდი რა, ანუ რო არ ელოდები კიდე ხოდა ცალკე ისა. ხო და მაგრამ გამისწორდა რომ ყველა იყო რა, ბევრი იყო ზმანით და იმით რაღაც გამოწყობილი და აღარ მიტყდებოდა შეჩება და მე მომეგა მე მალე მაგის გამო ფორმა ეს დანელია ვნახეთ კიდე და არის. არა, იყვნენ ალაგ-ალაგ იყო ხალხი, ვისაც არ ეცვა არაფერი. ხო, ნუ ძალიან ცოტა რა. ცოტა იყო კი. ფაბრიკაში ანალოგიურად და ჩვენი ოპერატორი რო არის ზუკი, ხო იცი? ჩვენი ოპერატორი, ჩვენი ზვაგაც კაცო. რო იღებდა ეგეც ზმანით იყო, ტომ კრუზის ზმანიაც. იმას არ ეცვა ერთელას.
არა ის ტომ კრუზი ერთხელას ერთელა ოპერატორის ოპერატორის კამერა ქონდა замუღებული მეტი რა გინდა რამდენი პრა ხოჭე $2000 ფორმა ხო ეცვა შევარდნაძეს ისეცვა ბაციკაძის სტატუს მანზე იყო ბაციკაძით იყო მოსული აი მე ვიცი რას მანზეც იყო ხო მადლობა ძალიან გაასწორა იმდენად გაასწორა რომ არ მყოფნის მაგრამ ხდები რომ გეჭი არა აი ახლა დაგბატიჟებთ კაც მე შეხოს საათიანი ლაივი რო გავაკეთოთ მე და ცოდნე მე 26 საათი შემიძლია ლუდის მასზე ხოძე იქნები ლუდის მასზე ანუ ლუდი უნდა ვსვა თან ანუ თან ტელევიზორში ვიქნები თან მიკროფონი მექნება და თან ლუდსვა ხო დაახლოებით და თან დროც მექნება რომ რაღაცა ვილაპ თუ თქვენ ხო მაგრამ მეც ხომ მექნება ჩვენაშე რო იქნები ჩვენ არ ვილაპარაკებთ ჩვენ გვაქვს იდეა რომ ხო 24 საათიანი ჩელენჯი და რამდენი ლუდი დაილევა რა მე თქვა მაგრამ დამავწე მაგრამ არა უშო აი ეხლა დავამთავრებ და მე გითხარ ეხლა პროცესში ეხლა რო დავიწყებ დამშვიდობებას ეხლა გაახსენდა ძვირფასო მეგობრებო უღრმესი მადლობა დღეისათვის სულ ეს იყო აი რა ტელევიზიური ძვირფასო დღეისათვის სულ ეს იყო კარგად ზანდებოდეთ შევხვდებით მოვალ კვირას იგივე არხზე იგივე უღრმესი მადლობა დროებით ნახვამდის შვიდობით არა ნახვამდის ბედნიერად პაპიროსმა მაწევინო ხო კი დაიწყოს ხო პაპიროსი უნდა მოვაწევინო ბასტოს და მაგიტო გემშვიდობებით დიდი მადლობა ბასტოს იმიტომ ვაწევი პაპიროს რომ ის პაპიროსი ერთი წალი ვინმე სხვა არ მოწიოს აი ზუსტად ჩამთელს ვარდაის მე ლუდზე მოქვს ეგრე ხო და ძვირფასო მეგობრებო კარგად დავიტანე აღარ შემილია ვიღაცა პრობლემა რომ გავიდეს მე წავალ ხო და დამანებე თავი მადლობა ჩვენ სპონსორებს, მადლობა თქვენ აქტიურობისთვის და ისევ და ისევ გამოიზარეთ არხი და ლაიქეთ ვიდეო, მიყვარხართ, კოცნით, გეხოვით, კარგად. თქვენ დუტა და თქვენი ქსელი.